მოვედით კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში. თქვენ გინახავთ არაერთი გადაცემა ჩემი, როდესაც ბარიატრიულ ოპერაციას უკეთებთ ჩვენს გმირს. გამარჯობათ. როგორ ხართ? და ლოცულობ შენ. მაიმე მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ეს ჭიყვის ბრალია, რომეტირება ხოლმე. ამჯერად შევარჩიეთ ნიუ ჰოსპიტალი და მარიამ ბოკერია. მარია, არ ვიცი ამდენ პირადია შეკითხავ, მაინც უნდა გკითხავ, დეპრესიაში ხარ თუ არა? საშინელი დეპრესიაში ვარ. აი გარეთ გასვლა ვარ გინდა და სულ სახში გინდა რომ იყო და აი არავის დანახვა რო ვარ გინდა საკუთარი ოჯახის გარდა. მთელი დღე ვცდილობ რომ სახში იჯდე. უბრალოდ რავი ამ ფილმს უყურო. მან ამ ბავშვებთან ერთად იყო. ასე იწყება ჩემი ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი დღე. დილით როდესაც ვდგები, ბავშვებს ვამზადებ, პირველ რიგში ჩემს უფროს გოგონას ჩაის ვამზადებ, რომ სკოლას წასასვლელად ვამზადებ და ვაცილებ. შემდეგ ჩემს პატარა ბიჭუნას თან ერთად ვარ მთელი დღე, ვემზადებით. გარეთ გასასვლელად ზოგჯერ სეირნობთ, ზოგჯერ დეპრესია მიწევს ხოლმე და არ გავდივართ. ხშირ შემთხვევაში მამამის გაყავს. შემდეგ მთელი დღე სახლში ვართ და თამაშობთ, ვერთობით, მხიარულობთ. და ესე შემდეგ ამასობაში ჩემი გოგოც მოდის სკოლიდან, შემდეგ სწავლობთ, გაკვეთილებს ვეხმარები სწავლაში. მთელი დღე სახლში ვართ მოკლედ ერთად, სანამ მამიკო მოვა სამსახურიდან. მიუხედავად იმისა, რომ ესე გაწუხებს ხო დეპრესია, ეს ფიქრები, ეს დისკომფორტები როგორ შემოწუხება და მაინც ვერ მოახერხე ის რომ რაღაცა. ვერ მოახერხე, ანუ ფსიქოლოგიური მომენტია უფრო ნებისყოფად ძალიან დიდია რომ კონდეს ამ მომენტში. ალბათ გარემოებების გამო, იმიტომ რომ სულ სახლში რო ვარ, ანუ სულ ფიქრობ, ანუ დეპრესიის ფონზე. რამდენჯერ მიცდია ეს დიეტები, სწორი კვება, ესე ვთქვათ, მე რო ეძახი, მაგრამ სინამდვილეში შიმშილი. და ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ფსიქოლოგიურად ჩავიკეტე და ვერ მოახერხე ის, რომ რაღაცა შემეცვალა. რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ არ გამომივიდა, ან ვერ გამომივიდა, ან საკუთარ თავს არ დავაძელე იმაზე მეტი, რაც საჭირო იყო. როდის დაგეწყო ეს პრობლემა? 30 წლის ხარ ჯერ მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა. როდის დაგეწყო? გათხოვებამდე ალბათ. რამდენი წლის წელს იყო? 19 წლის ვიყავი, როგორ ვთხოვდი. 85 კილოგრამი ვიყავი, 19 წლის როგორ ვთხოვდი და უკვე გათხოვების შემდეგ დაიწყო ეს ბოლო 11 წელი. აი ეს 11 წელია მაწუხებს ზუსტად ჭარბი წონა, მაგრამ ეს დამატებითი 40-50 კილო რაც მოვიმატე ბოლო 2 წლის განმავლობაში და უკვე ვარ ამ წონაზე. ანუ ვერ ვიკლებ, 5 კილოს დავიკლებ, უკვე ფსიქოლოგიურად არ ყოფნის ძალა. აი ეს ფსიქოლოგიურად არ ყოფნის ძალა როცა ამბობ, ანუ რა გჭედავს? ნებისყოფა არ მაქვს, საკმარისზე მეტი ესე ვთქვათ. ნებისყოფა არ მაქვს გამომუშავება, ჩვენ ხო შეგვიძლია. კი, რა თქმა უნდა, ახლა იმ ხელ ოპერაციას ვიკეთებ ყველა ვარიანტში. ფსიქოლოგიურადაც უკვე მზადვა იმისთვის, რომ ეს ეტაპები გადავლახო და მივიდე იმ ხო, და ზუსტად ეგ მაინტერესებს, აი რა გაგდებდა მაგალაპოტიდან, აი ძალიან გინდოდა. ანუ შიმშილი, აი ესე ვთქვათ, ანუ სწორად არ უყვებოდი. როდესაც შიმშილობდი უკვე შეიძლებოდა შუა დღემდე მიმეყარა სწორად, უკვე საღამოს უკვე ტვინი მაგზნობებდა იმას, რომ ანუ შიმშილობ უკვე და უნდა მიირთვა რაღაც და აი აქ რო ვარ ღვევდი უკვე მეორე დღიდან უკვე ვეღარ ვიწყებდი, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური მომენტიც არის უკვე. ანუ არასწორად ვიწყებდი. ხო, არასწორად ვიწყებდი. ანუ დავარღვია, აზრი არ აქვს, მაინც ვერ დავიკლებ და ესე შემდეგ ეს იყო ფიქრები და სხვა. ამ დროს რა მნიშვნელოვანი, მე ხო ეს გზა ძალიან გავლილი მაქვს და ვიცი. ამ დროს რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გუმართოს ჩვენმა დაჯერებებმა, რომ ორშაბათი დღეა აუცილებელი, რაღაცა ის დილა აუცილებელი. აი ზუსტად დავუშვათ ხუთშაბათს რომ დამირღვევი, აი მოდი ორშაბათამდე ვიქნები და ორშაბათს დავიწყებ. ორშაბათიც მოსულა, ვერ გამიკეთებია ეგ რაც მინდოდა სული და გულით. და უკვე ის კვირაც დაკარგულია. ხო, მესმის. ხო, და მეთქვა, აი მოდი მეორე ორშაბათიდან და ესე გავიდა უკვე 11 წელია. თითქმის 11 წელი. ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია, კი, და უკვე ჯანმრთელობის პრობლემებიც საკმაოდ შემაწუხებელია. მე მაინც მინდა დაგანახო ის, რომ შენ რო ძალიან მოგენდომებინა, შეიძლება და ესე არ მომხდარიყო. იმიტომ რომ რამდენი გოგოა ეხა ეკრანთან, რომელიც გუყურებს გავსი პრობლემები და მე მინდა მათი ცოდნე, რომ მათ შეუძლიათ მოინდომონ. აუცილებლად შეუძლიათ. პირველ რიგში ნებისყოფაა საჭირო, მე ესე ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ყველანაირად სან თუ და იყვნენ ამისთვის. მე ოჯახი ყველანაირად მიწობდა ხელს, აი მე უკვე დღემდე, აი დღემდე ხარში მიდგას, ანუ ყოველთვის იმას ამბობდა, რომ შენ თუ არ გაწუხებ შენი წონა, ანუ მე არ მაწუხებს, მაგრამ უჯობესია ჯანმრთელობის გამო შენ იგრძნო თავი კარგად.
11 წელია რაც ერთად ვართ. საიტზე გავიცანი, ონლაინ გავიცანი. სრულიად შემთხვევით და აქედან ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა. 6 თვე შეყვარებულები ვიყავით, მე რუსთავში, ის სპორტში. 6 თვის მერე მოვიყვანეთ ცოლად. დღეს გაისობით ჩვენიერი თბილი ოჯახი გვაქვს. გახარებული ვარ, რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღო. ორივეს ოცნება არის, ესე რო ვთქვათ, ეს ნაბიჯი და ძალიან გამიხარდება თუ საომავლოდ მიაღწევს თავის მიზანს ჩემო მეუღლე. ეს გადაწყვეტილება რომც არ მიიღო მარის მე ხელს არც მიშლი და სიმართლე გითხრათ, პირიქით მე მარი მიყვარს ისეთი როგორიც არის ფიზიკურად, რაც უფრო წონის მატება დაიწყო, მარიმ უფრო ჩაკეტილი გახდა, სახლიდანაც უკვე აღარც გადიოდა, თავს დასტრესილად გრძნობდა, თითქოს და ყველა მას უყურებდა, თითქოს და მას ყველა აკრიტიკებდა ჭარბი წონის გამო. და დაждდა სახლში. პირიქით მე ფსიქოლოგიურად ვამხნევებ, რომ მარი მოდი სადმე გავიდეთ, მაგრამ მას ფსიქოლოგიურად თავში ქონა და აქვს საბეჭდილი ის, რომ მას ჭარბი წონა აქვს და თითქოს და კრიტიკის მიზანი გახდება, თითქოს და თის და ხელს მისკენ გაიშვენენ და რაღაცნაირად ცუდი თვალით შემოხედავენ, ესე რომ ვთქვა, ჭარბი წონის გამო. ეს იქნება მის ცხოვრებაში ახალი ნაბიჯი. ახალი ცხოვრება დაიწყება, სუსხო თვალით შეხედავს ამ ყველაფერს, ოჯახსაც, საკუთარ თავსაც, თავის ცხოვრებასაც და ახალი ფურცელი გადაისლევა მის ცხოვრებაში. ანუ რა სწორი მეუღლე გყავს, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ იშვიათია, როდესაც მამაკაცი ესე სწორად უყურებს რაღაცას, მაგრამ თან როგორ ცუდად მოქმედებს ეს ისტორია შენზე? ძალიან ცუდად მოქმედებს პირველ რიგში ბავშვებზე. იმიტომ რომ ისე ვერ გამყავს გარეთ, უშუალოდ როგორც ახლა ხო უყურებ ხოლმე ნუ დედებს როგორ გაყავთ სულ ეზოში არიან, სულ პარკში გაყავთ რაღაცა და ასე ამბობენ ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ ჩემი გარეთ გაყვანა სტრესის ფონზე ალბათ და არ მინდა რომ ბავშვები ანუ რა სტრესას გავდივარ ქუჩაში და უშუალოდ აი ესე არავინ არ მოსულა და არ უთქვია რომ აი მარიამ რა ხელა ხარ აი დაიკერი, მაგრამ ანუ გამოხედვებითაც ხვდები უკვე რა ვინ როგორ გიყურებს, ვინ როგორ ესე ამოგხედავს ქვევიდან და აი თვალებითაც გაგზნობინებენ რომ აი მე რამ ხელა ხარ მას რამ ხელა გოგოა და თითქოს ანუ ჭარბწონიანი ადამიანი არ უნახავთ. აი ამიტომ ვცდილობ რომ ძირითადად სახლში ვიყო და აი თუ რამე დასჭირდება ჩემს შულს ყოველთვის გვერდში ვდგავარ და ყოველთვის მივყვები იქ სადაც საჭიროა, მაგრამ უმეტესად ვცდილობ რომ ყოველთვის სახლში ვიყო, ესე ვთქვათ. მესმის, სრულად მესმის, რასაც ამბობ და ძალიან ახმადია, რასაც ყვები ახლა. აი მაგალითად სიტყვაზე შენი აზრით, აი შენს მეუღლეს რომ ეთქვა რომ პრობლემაა რაღაცა, ოღონდ ეს არასწორია, არ შეიძლება მეუღლებმა გვითხრან წონა პრობლემა არის თუ არა, მაგრამ აი რაღაც სწორი ფორმით რომ ეთქვა, სწორი ფორმით რომ ერჩა და შენ რომ მიმხდარი იყავი, რომ შენი თქვენი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია. როგორ გონი ეს როგორი მოქმედებდა? ანუ რა არის ამ დროს სწორი? სწორი ფორმითაც უთქვამს ძალიან ბევრჯერ და ძალიან ბევრჯერ დამთქვა მეაგვერდზე. ყოფილა ის მომენტები, რომ სამსახურიდან ყოველ 3 საათში მირეკავდა, რომ აბა მარი ახლა ეს უნდა იყვებო, ახლა ეს მაგრამ ანუ საკუთარ თავს თუ არ უნდა და შენ შინაგან მეს თუ არ უნდა, ანუ არ არსებობს ვერანაირად ვერავინ ვერ დაგეხმარება თუ საკუთარ თავს არ უნდა. მე ესე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილა ესეთ შემთხვევები, რომ გვერდში მდგომ მართლა ყოფილა ჩემს გვერდში, მაგრამ ანუ მე თუ არ მინდა ფსიქოლოგიურად მე თუ არ მომემზადე, ანუ აზრი არ აქვს, არავის თქმას. ხო ძალიან გინდოდა. ძალიან მინდოდა. ხო და ეს ძალიან სურვილი რამშთან თქვა. ხო, ანუ ეგ მაგაზეც მიფიქრე, ანუ ალბათ ხალხის დამოკიდებულობა, იმიტომ რომ აი ყოველთვის ამბობდი, აი მოდი სანამ არ დავიკლებ ქუჩაში არ გავალ, ანუ დავუშვათ 30 კილოს. ხო, რამდენი რამე ზამბობდი. ბავშვებთან ურთიერთობაზე ვარ სამბობდი ქუჩაში, საზოგადოებასთან ინტეგრირებაზე, ის რომ შენ თავთან კომფორტში, ანუ ძალიან ბევრ რამეს და ეს აქეთ რა იყო, რა წონი და უფრენების ყოფა. სწორი გიდი რო ყოლოდა, სწორი კვება რა სწორად გება, ანუ დილიდან რო არ გეშუშლა, პირიქით პირველი გაღვიძება რო ყოფილიყო წყალი, მერე კვება, მერე აუცილებლად ხილი, მერე ანუ ბოსტნეული, მერე ცილა. აი ეს ყველაფერი ქონდა. ამასთან დაკავშირებით გეტყვით ძალიან ბევრ კვების კონსულტაციას მივწერე. უბრალოდ თანხების გამო ვიკავებდი თავს, იმიტომ უბრალოდ რამოდენიმეს მივწერე, სახელებს არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, რამოდენიმეს მივწერე, რომ უბრალოდ დამიწერეთ როგორ ვიკავებო. რომ მინდოდა რომ ვინმე ესე კონტროლის ქვეშ ყოლოდი, რომ ეთქვა რომ აი მარია მოდი შენ მე 5 დღეში შეგამოწმებ და უშუალოდ აი როგორ მიდის კლება. უფრო როგორ თქვა, ანუ სტიმულიც არის და ადამიანს შეგჭირდება გიდი, შეგჭირდება მეთვალყურა. ანუ სახელი რო არ გაიტეხო, ესე ვთქვათ, ცუდად ვიტყვი, ჟარგონულად ვიტყვი, სახელი რო არ გაიტეხო.
ანუ გჭირდება ესეთ ადამიანი, ვინც ყოველთვის გაგაკონტროლებს და აი მესმის მათთაც, ანუ ესე არ არის ყოველ წამს ყველა ვერ გაგაკონტროლებს, ყოველს თავის საქმე აქვს. მაგრამ დროის მენეჯმენტია. ძალიან რთულია, მაგრამ ყოფილა ესეთ ადამიანები, ვინც შემპირდნენ, რომ აი ყველანაირად გვერდში დაგიდგები, ყველანაირად დაგეხმარები, აი დიეტას დაგიწერ, სწორკვებას უწევად დაგიწერ, მაგრამ მეორე დღეს გამხრალა ეს ადამიანები და რა ვიცი, დღემდე ესე ვარ მარტო სანამ თქვენ გამოჩნდებოდით, ესე ვთქვათ. მე რო გამოჩნდებოდი? სხვათა შორის არ ველოდი. რატო? იმიტომ რომ ანუ ძალიან ბევრს ადამიანს ჭირდება დახმარება და ანუ ერთი ადამიანი ხართ და ყველას გოჩი ვერ დაუდგებით, ესე ვთქვათ. მადლობა. და ანუ მესმის თქვენი ძალიან ბევრს სულ გიყურებთ, სულ გადავნებთ თვალს და ანუ არ გქონდა არანაირად იმედი მართლა და როგორ მახსოვს ის დღე, როცა დამირეკეს, აი ტირილით გავსკდი ტიროდი თელი დღე ტიროდი და მეუღლე ცალკე გაგიჟა რა გატირებს და პირიქით გიხაროდეს და ანუ აი მართლაც ეხაც აი ემოციებში ვარ. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ ძალიან მალე ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყებოდა. მე მგონია თავიდან დაიბადები. კი, ანუ მეც ესე მგონია და ყველანაირად ძალიან ვეცდები რომ ყველაფერი გამოვიდეს ჩემთვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი მაგალითად ძალიან ბევრ შეტყობინებას ვიღებ ხოლმე ძალიან აი დილით რო ვიღვიძებ, აი დღეს მაგალითად დილით დამხვდა 113 მესიჯი, მიუხედავად იმისა, რომ ღამე ინბოქს თითქოს გადავხედე. და აი ყოველ დღე მომდის დილაობით განსაკუთრებით აი 100-ობით მესიჯი და აი როდესაც ეს ავკრავ ხოლმე თვალს ხელს ესე ავსკროლავ თუ მაგალითად ადამიანი იმწერს რომ მენტალური პრობლემა აქვს, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, ვცდილობ რომ სულ გავხსნა ან ფსიქიატრს მეკითხება, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან ტრიგერია საკუთარი გავლილი რთული პერიოდის და როდესაც მითხრეს რომ შენ გაგზამწვავე დეპრესია ამის გამოსახლიდან გასვლა არ გინდა ჩაკეტილი ხარ ბავშვებთან ურთიერთობა რაღაცნაირად შეგებოჭა მივხვდი რომ შენ დაყოფილიყავი ჩემი გმირი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ შენ შვილებს დედასთან სრულფასოვანი ურთიერთობა და რა კარგია რომ არ გჭირდება შეყვარებულის დაბრუნება საკუთარ თავში. არა. ძალიან მიხარია რომ ოჯახი მყავს, ისე იმედიც უნდა მქონდეს მთელი ცხოვრება. აი ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი შეიცვლება აბსოლუტურად. მგონი ესე ნამდვილი სიყვარული იყო მართლა. კი. მართლა მგონი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი გეუბნება რომ ყველანაირი უყვარხარ, როგორიც ხარ, ეგ არის ნამდვილი. ეგ არის ჩვენი სიყვარული 11 წელია უკვე. ანუ თქვენი სიყვარული მართლა წარმოუდგენელია. კი. ხო მე მაინც მგონია რომ როცა მეკითხებიან სიყვარული რა არის, სულ ეუბნები რომ როდესაც ადამიანს უყვარხარ ზუსტად ისეთი და შენს გადაკეთებას არ ცდილობს, ეგ არის სიყვარული. რა თქმა უნდა, ზუსტად ისეთი საკუთარი ხასიათით, საკუთარი გარეგნობით ეს არის სიყვარული. როცა ისეც გიღებს როგორიც ხარ. მე მიხარია რომ ჩვენ შევდივართ ახლა ამ მარათონში და მე მიხარია რომ რაღაცა ბოლოს, როდესაც ახლა შენს ვიდეოს ვაჩვენებთ before და მე ვაჩვენებთ შემდეგ რა შედეგს დავდებ და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ 11 ადამიანი გაცილება აი ძალიან სხვა ცხოვრებით იცხოვრებს. შეიძლება იმოქმედოს აუცილებლად დავიწყოთ სადღაც და ელოდები შედეგს. აუცილებლად. დარწმუნებული ვარ. მნიშვნელოვანი იყო ექიმი. ეს არის გია მოსიაშვილი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ ოპერაციებისა და შესაბამისად ეხლა მარიამი უნდა მივიყვანო ექიმთან, რომ მივიღოთ ზუსტი დანიშნულება, ინფორმაციები გავცვალოთ და გავიგოთ ზოგადად რას ვიკეთებთ. დილით რომ დგებით, წყლით იწყებთ? სხვათა შორის გადაჩოული ვიყავი მაგას. რა ეფექტი აქვს ეხა გამახსენდა რა. კუჭნაწლავი ვისაც გაწუხებთ, რომ საფრთხეზე მივდივართ. როდესაც ვისაც კუჭნაწლავი გაწუხებთ, აი დილით რამდენიმე ყლუპი წყალი აუცილებელია. კი, ნავარით. რამდენი ხანი არ მივარჯიშე, მაგრამ მაინც კარგად ამოვედი. ოჩახნანულა. გამარჯობათ, როგორ ხართ? როგორ წესი მე შემომყავს ხოლმე? სესიამოვნოა, გამარჯობათ. დაბძადით თქვენ ახლა გვერდით მოგიწევით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ესეთი ტიპის დიალოგები, არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ ჩვენ მაყურებლისთვისაც. იმ ადამიანებს, რომლებიც სახში არიან, ფიქრობენ, მსჯელობენ მიიღონ თუ არა ეს გადაწყვეტილება. და თან აინტერესებთ რაღაც ისეთი დეტალები, რაც კიდე ფიქრის ეტაპზე ამყოფენ. რასაც ჩვენ ვერ ხედავდით ექიმები და ისინი ფიქრობენ. ზუსტად. განსაკუთრებით ქალები, რომელსაც ვერაფერს ვერ გაუგებ, თუ მაინც და მაინც არ ჩაწვდი მის ცნობიერებაში დალექილ პრობლემებს. კი, ზუსტად. ჩვენ ქირურგები ხანახან ვერ ვხვდებით ხოლმე. ზუსტად. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და პირველი შეკითხვა რაც უნდა დავსვათ ამ შემთხვევაში, აუცილებლობა ოპერაციის ჯანმრთელობისთვის. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. რა შემთხვევაში ეუბნებით პაციენტს, რომ აი აუცილებელია ბარიატრია? მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პაციენტმა
ოპერაციის გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ანუ ჩვენი კონსულტაცია არ გულისხმობს აპრიორში, რომ პაციენტი აუცილებლად გაიკეთოს ოპერაციას. პაციენტი მოდის გასაგებად, ჭირდება თუ არა მას ოპერაცია, ან რა გზა უნდა ქონდეს გავლილი ოპერაციის ჩვენება დადგეს. გვაქვს ჩვენ კრიტერიუმები, რომლებიც ახლა უკვე სახალხოდ არის ცნობილი. ორბიტული სიმსუქნის კრიტერიუმები დიდი ხანი ყველამის რო არის, რომ პაციენტმა იყოს სხეულის მასის ინდექსიც 40-ზე მეტის, თუმცა იმის შემდეგაც გვაქვს ჩვენ ახლა სუპერ სიმსუქნის გაგება და მგონი ჩვენი მარიანე სუპერ სუქანი გამოდის, მასის ინდექსი რო დავთვალოთ. ამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. უნდა გავიგოთ ჩვენ მის თანხლები დაავადებების შესახებ. მარიამს რა გზის გავლა მოუწევს, რისი შემოწმება, რისი ცოდნა თქვენ მარიამის მხრიდან, ანუ ეხლა რომ ნებისმიერი ჩვენი მაყურებელი თქვენი პაციენტი იყოს, რა უნდა იცოდნენ მათ, ანუ რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა? მარიამს მოუწევს აუცილებლად თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, ანუ ისეთი მდგომარეობის, რომელიც ამ თურქში გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ შემოწმებისას გამოვლინდება გადახრები, რომელიც სიმსუქნესთან არის ასოცირებული. აი რა, მაგალითად რას? მაგალითად დისლიპიდემია შეიძლება გამომჟღავნდეს ანალიზებში. მაგალითად ინსულარული აპარატის გასაგებია. შეიძლება გლუკოზის დონეც იყოს აწეული. შესაძლებელია რომ გამოკვლევის დროს აღმოჩნდეს, რომ არტერიული ჰიპერტენზიის ეპიზოდები გვაქვს. შესაძლებელია რომ აღმოჩნდეს, რომ სიზარღვევანი პათოლოგიებიც გვაქვს გამოკვლევაზე, მაგრამ ეს შეაფერხებს ოპერაციას? რაღაცა შეიძლება შეაფერხოს, უпростоროდ გადაავადოს ოპერაცია და წინასწარი გამოკვლევების და კურნალობის შემდეგ გადაწყვეტს ის პერიოდი, როცა უჯობესი იქნება ოპერაციის გაკეთება. ხშირად პაციენტს არ აქვს თქონე ჩივილი საჭვის მონელების სისტემის მხრიდან, მაგრამ ხშირია, როცა ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ კუჭიც გვაქვს პატარ-პატარა პრობლემები და მას საჭირდება კურნალობა. გვაქვს კიდე მომენტები, როდესაც ჩვენ პაციენტს ვთხოვთ წინასაოპერაციო დიეტას, რომ რამდენიმე კილოგრამი დაახლოებით მარიამს მოუწევს დაკლება? მარიამს მოუწევს, იმიტომ რომ მარიამი არის სუპერმძიმე პაციენტი, სუპერსუქანი პაციენტი და ასეთ შემთხვევაში ოპერაციის შემდგომი პერიოდი რომ იყოს უფრო კარგი, ძალიან კარგი იქნება დაკლების შემდეგ ოპერაციის გაკეთება. რა პრინციპით უკეთებთ? ოპერაციის მიზანია პაციენტს შეუცვალოს ცხოვრების წესი, ანუ კვებითი ჩვევები შეუცვალოთ. ოპერაციის არჩევისას ხშირად ვითვალისწინებთ ასაკს, ვითვალისწინებთ თანხლებ დაავადებებს, ვითვალისწინებთ თვითონ პაციენტის სურვილებსაც, მაგასაც აქვს გადაწყვეტილი მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრნაირი ოპერაცია შეიძლება იყოს მისაღები, მაგრამ რაც უფრო ახალგაზრდა პაციენტი, მით უფრო უნდა გაითვალისწინო ის, რომ პაციენტი უნდა მიხედოს მერე ოპერაციას და ის ოპერაცია უნდა იყოს ადვილად მოსავლელი. აჰა. და არც არის გამორიცხული, რომ ჩვენ მომავალშიც მუდმივი კონტროლის ქვეშ გვეყოლება პაციენტი და შეიძლება რამე კორექცია მერეც კი დაგჭირდეს. ძალიან მაღალი წონა აქვს პაციენტს და ბარიატრიული ოპერაციები მაინც რაღაცა პროცენტით კლებას გულისხმობს და არ გულისხმობს მაინც ნორმაში დაბრუნებას. უკვე გადაწყვეტილი გაქვთ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ მარიამს ამ ეტაპზე ჯობია რომ სლივგასტრექტომია ჩაუტაროს, ანუ კუჭის ვერტიკალური რეზექცია. ამ ეტაპზე ასე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ყველაზე მოსახერხებელი ოპერაცია მარიამისთვის. მე დააკვირდებით როგორ წავა პროცესი და იმის დამიხედვით უკვე შემდეგ გააკეთებთ. შესაძლებელია მეტი არც არაფერი არ დაჭირდეს მარიამს. რამდენი პაციენტი ყოლიათ? ბევრი არის, რამდენიმე ასეული. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც აი რაღაცა მიგიღეთ ისეთ შედეგი, რომელსაც არ ელოდებოდით როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ კონტექსტში. პოზიტიური გაცილებით მეტი. ნეგატიური ერთ-ერთი მახსენდება, პაციენტი არ იყო ჩვენი მოქალაქე. დაიკარგა მე კონტაქტი აღარ ქონდა და არაც მინახავს ფიზიკურად როგორ გამოიყურება, მაგრამ წერს რომ რაღაც ნაკლები დაიკრო, მაგრამ ეს ერთი შემთხვევა იყო და მე მიზეზს ვერ ხვდები. ხო, მაგრამ ეს ძალიან ინდივიდუალურია. ხო. ზოგადად ამ დროს კლება რაზეა დამოკიდებული? ჩემს ირგვლივ სხვათა შორის ამ ბოლო დროს ზოგადად ეს ოპერაცია გახდა ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ შეიცვალა მიდგომები. ადრე რაღაცა სხვა სტანდარტები იყო და ახლა შეიცვალა. იმ დროს ისეთ მეჩვენა მეგობრებმა მითხრა რომ ვიკეთებო, მეგონა რომ საერთოდ არ ჭირდებოდა, მაგრამ ძალიან კარგია ადამიანები თავისთავად ჩვენს აკეთებენ. და შესაბამისად, აი რაღაცნაირად სხვადასხვა ჩემმა ერთმა მეგობრმა ძალიან მალე დაიკლო, მეორე ძალიან გაურთულა. აი რაზეა მაინც დამოკიდებული ეს ეფექტური კლება? პერსონალურად რას აკეთებენ? კი, მაგაზეც არის დამოკიდებული. ჩვენ რა თქმა უნდა ახლა რაღაც რეგულატორი არ გვაქვს, რომ უცხო რეგულატორი დააყენო, რომ აი ამდენი დაიკლო და ამდენი არ დაიკლო. არსებობს მეთოდი, რომელიც ამცირებს მიღებული კალორიების რაოდენობას, მაგრამ არავის არ გაუქმებია დახარჯული კალორიების დათვლაც, ხო?
პაციენტი მარტო ოპერაციის იმედზე არ უნდა იყოს ოპერაციის შემდეგ. ან ოპერაცია მისცემს საშუალებას, რომ კალორიები შეამციროს, კლება დაიწყება, მაგრამ კლების დაწყებასთან ერთად პაციენტმა უნდა მოუმატოს აქტივობას, რომელსაც ვერ ახერხებს სიმსუქნის პირობებში. აქტივობის მომატება ზოგ პაციენტში იმდენად განსხვავებულია წინა ცხოვრებასთან შედარებით, ჭყარებს ხოლმე წინა ცხოვრება, რომ ჩვენთვისაც გასაოცარ შედეგებს აჩვენებენ ხოლმე. აი, ყოფილა პაციენტი, რომელიც იყო 100 კილო დაბალი ტანის გოგონა და ველოდებით რომ უნდა გახდეს 70-65 კილოგრამი, მოსვლა 58 კილოგრამი და არის უბედნიერესი და რა ვიცი, დადის და მთებში და ეგრეში და არ ეშვება ცხოვრებას იწყებ თავი. თუ კალორიების ხარჯვა იქნება, შედეგი არის გასაოცარი ხოლმე. და უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ ის პრობლემები, რაც მანამდე აქვს პაციენტს, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, წელის ტკივილი, წნევები და ასე შემდეგ, ისინი ნელ-ნელა ყველაფერი ქრება. ამიტომ ცხოვრების ხარისხი ბრუნდება, სოციალური იზოლაცია სრულდება. შენში ხალი ბრუნდება. შენი ზომა ტრანსფერტი არსებობს მაღაზიაში, სარგეს ჩახედა უფრო მეტად ქსიამოვნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენთვის ეს მეორე ეფექტია, ჩვენთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანია, რომ თანხლები დაავადებები ან არ განვითარდეს, ან თუ არის როგორმე ისინი. როგორ გონიათ მარიამთან ოპერაციას როდის გავაკეთებთ? ჩვენ დაგჭირდება რომ 2-3 კვირა რომ მარიამი მოვიყვანოთ იმ კონდიციამდე რომ ოპერაცია შესრულდეს, თვითონაც დაგვეხმარება ამაში. ის რა ვიცი 8 კილოგრამი ოპერაციამდე დავიკლოთ და მე უკვე ოპერაციის დღე დაიგეგმება დაახლოებით აი მაისის ბოლოსთვის. გამარჯობა. წინა საოპერაციო კვლევები რომ არის, სადაც ნერვიულობ. იმედია ხელი შემშელი არაფერი იქნება. გვერდულად დადიკით და ხელებს მაღლაძიეთ. კარგად გასწორდით ასე. ჯერ ხარისები. უკანაზომა. დღეს დილით მოვედი, ჩავიტარე კვლევები და კიდევ რამოდენიმე კვლევა დამრჩა და საბოლოოდ უახლოვდები მიზანს. და ძალიან მიხარია რომ მალე ჩატარდება ეს ოპერაცია. როგორც იქნა დადგა ეს დღეც, რომელსაც ესე ველოდი დიდი ხანი, დღეს ოპერაციის დღე მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ, ცოტას ნერვიულობ, ცოტას ღელავ, მაგრამ სანდო ხელში ვარ, ეგ მამშვიდებს უფრო მეტად და ნახოთ რამოდენიმე თვის შემდეგ როგორი გოგო ვიქნები საბოლოოდ. ავდივარ ქირურგიაში, რომ მოვემზადო წინა საოპერაციოდ. ძალიან ნერვიულობ. თან მიხარია. ვიცი რომ ხვალიდან ახალი ცხოვრება დაიწყება. თან ცოტა ნერვიულობ, მაგრამ საიმედო ხელში რო ვარ, ეგ უფრო მომშვიდებს. გარეთ არის საგულშემატკივროდ ჩემი მული, ანი. მეუღლე სამწუხაროდ ვერ მოვიდა, იმიტომ რომ ბავშვებთან დარჩა. ჩემ პატარებთან და შორიდან ძალიან ნერვიულობს და ძალიან გულშემატკივრობს. მოლოდინი მაგ ძალიან დიდი. აი ყველანაირად ყველა ბარიატრიის პაციენტი ვნახე, ფოტოები, აბსოლუტურად ყველაფერი გადავამოწმე და ვიცი რომ ახალი ცხოვრება დაიწყება ხვალიდან ახალი ცხოვრების ეტაპი ესე ვთქვა და ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. პირველ რიგში საკუთარი თავი შეიცვლება, ალბათ ესე ვთქვათ, დამოკიდებულება ყველასი. და რა ვიცი, უფრო ბედნიერი დღეები მელოდება წინ, დარწმუნებული ვარ. დღეს ვუკეთებთ ოპერაციას მარიამს, რომელიც არის 170 კილოგრამზე მეტი პაციენტი. არის სუპერ სულხანი. მისი სხეულის მასის ინდექსი აღწევს 70-ს. ოპერაციის სირთულეს გვიზრდის წარსულში ჩატარებული ქოლესტექტომია ღია წესით. იმედი გვაქვს, რომ დიდი სირთულეები არ იქნება ოპერაციის მსვლელობისას და დაახლოებით 1 საათში მოვჩვევით ოპერაციას. რა ვიცი, პასუხი არ ვიცი. იმედია მალე გამოვიყვანე. მარია გამორჩეულად საინტერესო რესპონდენტი კი არა და გმირი იყო იმიტომ, რომ 30 წლის იყო და 30 წლის ასაკში ურთულესი პრობლემების წინ შეიდგა წონის გამო.
შესაბამისად, ანუ ძალიან პატარა იყო იმისთვის, რომ ამ ხოლო პრობლემები ქონდა და სახლიდან ვერ გადიოდა, დეპრესია ქონდა, ხო გახსოვთ? გავიდა რამდენი, ხა უნდა ვნახოთ ჩვენი ჩაწერის შემდეგ. 6 თვე. ანუ ბოლოს ვნახე 6 თვის წინ, როდესაც გაიკეთა ოპერაცია. იყო 180 კილო. 180 კილო იყო 6 თვის წინ. ეხლა არის საინტერესო, როგორ გამოიყურება და რა ხდება მის ცხოვრებაში. სწორად მოვდივარ. შენი დედა მარია. ლამაზი. აი, მიშა რა ლამაზი ხარ. აი, როგორ ხარ? როგორ ხარ? მარია, რამდენი კილო დაიკელი? 55. მოდი აქე დაჯექი. ანუ 55 კილო? კი. ყოჩა. 55 კილო. ყოჩა. და რამდენი დაგჭა კიდე დასაკლები? კიდევ 60 მინდა. ხო. კი, 60 გინდა? კი, კიდე რამდენი ხარ? 60. ეხლა 125. ხო, გინდა. კი, მინდა. და როგორ მიდის წაკლება? მშვენივრად, ყველაფერი იდეალურად, არაფერი ქართულებები არ მქონია, ყველაფერი კარგად მიდის. ანუ არაფერი რაღაცა გვერდით არა, არანაირი საერთოდ. კინა, რეაბილიტაცია მე უკვე ყველაფერი ვიცი, როგორ ზეკნა. ხო. თმისვენა მაქვს, მაგრამ მე უკვე ყველა ოპერაციას მოსდევს თავიდან. რა შეიცვალა ცხოვრება? აი მე ყველაფერი. აბსოლუტურად ხარ მოგწოდედიკა? კი. მართლა? მოუხდა გახთამა? კი, ანუ ყველგან დავყვევი უკვე, ანუ ესე რომ მეტყვის არ წავიდე დედა, აბა წავიდე ყველგან წავიდე დედა ვეუბნები და უკვე აღარ მეზარება ესე თქვა გარეთ გასვლა და სიხარულით ესე ძალიან გავიდე. მინდა რომ სულ გარეთ ვიარო, სულ გავიდე. უკაცა? არა უშავს, რა იცოდა ჩოქი წავიდა მაყურებლება. მოვა მალე. მითხარი რა ხო და შეიძლება? რა ვიცი, სულ მინდა ხოლმე გარეთ გავიდე ვისეირნო ბევრი, მეგობრებთან, ოჯახთან ერთად და რა ვიცი. ყველაფერი აბსოლუტურად ხალხთან დამოკიდებულებაც, ანუ ყველასთან უკვე ადრე თუ მეუბნებოდა რომ მარია გავიდეთ სადმე, ეხლა უკვე სულ სიხარულთან იქით მეუბნები რომ სადმე გავიდეთ, გავისეირნოთ. მენტალური პრობლემები მთლიანად გაყვარდა? აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. დეპრესული არა ვარ, ეგ არის ყველაზე მთავარი. ყველაზე. კი, ადვილად არ ვღიზიანდები, ეგეც მთავარია, იმიტომ რომ ძალიან გაღიზიანებული ვიყავი ხოლმე ეს დეპრესიის ფონზე, სულ სახ ჩაკეტილი. ეხლა ყველაფერი მიხარია. ანუ ადვილად გასაღიზიანებელი რაღაცები აღარ მაწუხებს. ნუ ყველაფერი ძალიან მშვიდა, ძალიან ისე ხვდები. დილის გათენება მიხარია ყველაზე მთავარი ეგ არის. სამსახური დაიწყე? კი. კაი რა. ნუ ზოგადად ამ სფეროში 10 წელია ვარ სახლში, ძიძა, ცალკე მასწავლებელი. ახლა სკოლაში მუშაობ, ბავშვები მყავს, გახანძრებული მასწავლებელი ვარ, ცალკე სახლშიც ვამეცადინებ ბავშვებს. რა მაგარია. კი, ხო. სრულფასოვანი ცხოვრება დაიბრუნე რა. თავიდან ბოლომდე თქვენი დამსახურებით პირველ რიგში. და მე უფრო მგონია რომ ნიუ ჰოსპიტალსის და გია მოსიაშვილის დამსახურება. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა თქვენი დამსახურებით, შემდეგ ბატონი გიას დამსახურებით, ანუ დღემდეც რომ წერ, ანუ ყოველთვის არასდროს არ დაიზარებს პასუხს. რაც უნდა დრო იყოს, რომ აბა ბატონო გია, აბა ეს როგორ შეიძლება, ყოველთვის ანუ იდეალურად პასუხობს ყველაფერზე. კი, ანუ სამუშაო დროსაც, ნებისმიერ დროს აღამო იყოს, ანუ არასდროს არ ეზარება ხოლმე პასუხის გაცემა და ბოლომდე რჩევების მოცემა. თვითონაც ვკითხულობს ხშირად. მეუღლე რას გეუბნება? მეუღლე უფრო ბედნიერია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უკვე ყველგან მივდივარ ხოლმე, ადრე თუ მეუბნებოდა რომ მარია სადმე გავიდე და მეზარებოდა და არა ვასო მოდი დღეს არა მოდი ისა. ეხა უკვე მევაწუხებ ხოლმე. სადმე გავიდეთ ვასო მეუბნები? რა შეიცვალა? მომიყევი დედა შეიცვალა? როგორ? უთხრიდე ეხა ცეკვას დავყვები ხოლმე სულ და წინა წელს მეუბნებოდა რომ დედა შენ წამიყვანე ხოლმე რა და რომ ვეღარ მივდიოდი ფიზიკურად უკვე აი ისე ცუდად ვიყავი რომ ვეღარ დავდიოდი და ეხა სულ მიყვები ხოლმე და უხარია რომ აი ყველას დედები რომ მოდიან შენც მინდა რომ იყავ და ძალიან ბედნიერია ხოლმე. როგორ გონია დანარჩენ 60 კილოს როდის დაიკრა? ძალიან მალე, ანუ ისეთ კარგი ტემპით მიდივარ, თან ახლა ვარჯიშიც დავიწყე უკვე. კი, მე-5 დღეა უკვე დავდივარ და სადღაც 1 წელი ნახევარი, 2 წელი მაინც. უკვე შედეგს მომცემს. ძალიან მიხარია, ყველა გოგო ესე უნდა გწინა. კი, ნამდვილად.
დაგჭირდა თუ რა ის საკვები დანამატები რაღაცაები? კი, საკვები დანამატებით, ვიტამინებით, აბსოლუტურად ყველაფერი რაც ოპერაციის შემდგომ. PSP-მ სრულიად უსასყიდლოდ გამომიგზავნა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თანხაც ან ფიზიკურად იმდენი ლარის ოდენობის წამალი იყო, ფიზიკურად ვერ ვიყიდიდი და სრულიად უსასყიდლოდ გამომიგზავნა ყველაფერი PSP-მ და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ, რომ ესე დამეხმარეს და ძალიან ძვირი სიამოვნებაა ნამდვილად და ანუ მათი დამსახურებით ძალიან კარგად გავიდი ეს თვეებიც. ძალიან ხარია.